სალამი მეგობრებო. ეს არის ილიას სტუდენტური მოძრაობის პოდკასტი. მე ვარ ნინო კვარაცხელია, ამავე მოძრაობის წევრი. დღეს ვისაუბრებ რატისთან ერთად. მოგესალმებით, მე ვარ რატი ყემალაძე, 23 წლის მაგისტრატურის სტუდენტი ილიასში ვსწავლობ ფილოსოფიას. და ეს არის პოდკასტი ნინო ლაპარაკობს. მე რაც ვიცი რატიზე არის ის, რომ რატი არის იმის გარდა რომ ილიონის სტუდენტია, არის აქტივისტი. როდის, ხო, რატო მაშინ რატო არა? ანუ არ ფიქრობ რომ აქტივისტი. რატო არ ფიქრობ რომ აქტივისტი? არ ვიცი, ის რა ქვია, აქტივისტი. მაშინ რაღაცა ის ხონო კონდეს, ანუ ეს აქტივისტი ვინ არის, ან რას აკეთებს და მე ეგრე არ ვიცი რა, ეხლა ვიღაცა რომ მკითხოს არ ვიცი რა, ანუ აქტივისტი ვარ, გავდივარ აქციებზე, დავდივარ ხშირად ძალიან დიდი ხანია. დაიწყო ალბათ 20 ივნისის მერე, ოღონდ კონკრეტულად 20 ივნისს მე არ ყოფილვარ აქციაზე, ალბათ შემდგომ პერიოდში დიდი ხანგრძლივი აქციები იყო, მაგას ვესწრებოდი, იმიტომ რომ მაშინ რაღაც თბილისში არ ვიყავი და სხვადასხვა მიზეზების გამო. და მაქედან მოყოლებული ხო, ანუ უბრალოდ პოლიტიკა მაინტერესებდა და მე შესაბამისად პოლიტიკის ნაწილიც იყო, რომ რაღაც გასულიყავი და მოგეთხოვა რაღაცები. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვხედავდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, როგორც სხვა ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რაღაცებს აპროტესტებდნენ. ხო, მე მგონია რომ სამოქალაქო აქტივისტის ვეძახით ყველას, ვინც ახლა გადის აქციაზე, ეგრე ჩნდება ხოლმე. ხო, შეიძლება რომ აქტივისტი ვარ ალბათ არ ვიცი, მაგრამ ხო რა, არ ვიცი ხო, ალბათ შეიძლება, კი ბატონო. ხო, ჩემს შემთხვევაში ეგრე არ მომხდარა ამის დაინტერესება. ზოგადად ძალიან ისე ვარ. მოქალაქეობრივი რაღაცა მოვალეობები, რაღაცა თუ გიგი ბიზნესებს რა დღეს გახვიდა და რაღაცა ეკოლოგიური პრობლემა გააპროტესტო. გადიხარ და მაგ თემაზე აპროტესტებ თუ მეორე დღეს რაღაც პოლიტიკური რაღაცა მოვლენები ისე ვითარდება რომ რაღაცა საფრთხეს ხედავ, ხარ და მაგას აპროტესტებ. არ ვიცი ამას საერთოდ რა ქვია, ანუ რომელი აქტივიზმის ნაწილში ჯდება ალბათ რაღაც უბრალოდ არ ვიცი. მოქალაქეობრივ ვალს გრძნობ და ნებისმიერ მომენტში რაღაც გარეთ გადიხარ. ამიტომ მეც ცოტა მიჭირს ხოლმე თავის იდენტიფიცირება როგორც რაღაცა აქტივისტი და თუნდაც გაცნობის მომენტში, როდესაც გვიწევს გაცნობა, არასდროს არ ვამბობ ხოლმე, რომ აქტივისტი ვარ. მგონია რომ რაღაცა მოვალეობაა და უბრალოდ საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობას ასრულებ. ხო, საინტერესოა. ეგ ალბათ იცი რატო არის, რომ ანუ ეს აქტივიზმის ამბავი ხო ალბათ დაიწყო 20 ივნისის მერე, რომ აი რაღაც მანამდეც რა თქმა უნდა იყო ძალიან ბევრი პროტესტი ქვეყანაში. თუნდაც რა ვიცი, ანუ ისტორიულად, რა ვიცი 9 აპრილი იქნებოდა ეს თუ 2003 ვარდების რევოლუცია და ასე შემდეგ. ბევრი მომენტი იყო, ეს რა ვიღაცები გამოდიან ქუჩაში რაღაცებს ითხოვენ. თუნდაც რა ვიცი ნაციონალური მოძრაობის დროს რა 7 ნოემბერს რაღაც დიდი მასობრივი აქცია, მე 26 მაისს. ნუ რაღაცები ესეთები იყო, მაგრამ არც ერთ მაგ ადამიანს ესე ანუ არავინ აქტივისტს არ ეძახდა რა. იმიტომ რომ თან მანდ მეორე მომენტიც იყო ჩემი აზრით, რომ ეს ძალიან რაღაცა მოკლე რაღაცები იყო რა. 9 აპრილიც ანუ რაღაც მოგროვდა რაღაც წინასწარი განწყობები შეიქმნა ეს, რომ 9 აპრილს მერე ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მოხდა ეს რაღაც ერთ დღეს და მერე უკვე ამის შედეგი იყო ყველაფერი რაც მოხდა ქვეყანაში, რაღაც ვარდების რევოლუციაც ფაქტობრივად კი ანუ რაღაც არჩევნები გაყავდა და იქიდან გამომდინარე იყო რომ ვიღაცები ქუჩაში გამოვიდნენ, მაგრამ აი იქაც ერთი კონკრეტული დღე იყო, რომელმაც მერე განსაზღვრა ამდენი წელი ქვეყანაში რა მოხდებოდა. იგივე თუნდაც არ ვიცი, როცა ნაციონალური მოძრაობა შეიცვალა და ქართული ცნობა მოვიდა, მაშინაც ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში და ეგეც რაღაც ერთი კონკრეტული დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო პერიოდი ძალიან აქტიური იყო. ეს აი რაღაც აქტივიზმი, მოქალაქე, რომელიც რაღაც თან სამოქალაქო საზოგადოების წევრი თან რაღაც არის, მე მგონი რომ აი ეს რა სირცხვილია რო იყო, მაგასთან ერთად დაიწყო რა და ვიღაც ადამიანებისთვის ეს გახდა რაღაც ბრწყალებში სამსახურებით რა, რომ აი რაღაცნაირი დისტანცირება მოხდა ამ ადამიანებისგან, რომლებიც სხვა რაღაცებს აკეთებდნენ ქვეყანაში. და აქ არის აქტივისტების ჯგუფი, ეს არის რა, მაგალითად არ ვიცი, სირცხვილია, რომელიც გამოდის და რაღაცებს აპროტესტებს და ამაზე მერე კიდე ვიღაც ხალხი გამოდიან ქუჩაში და ამათთან ერთად რაღაცებს აპროტესტებენ. დაახლოებით რაღაც ეგეთი წარმოდგენა შეიქმნა. მერე იყო კიდე
რაღაც ეს სირცხვილია რაღაც თითქოს დაიშალა თუ ისეთი აქტიური აღარ იყო, ნუ ეხლაც დიდად აქტიური აღარ არის, რაღაც ბევრი ამბავი გადაიტანა ამ მოძრაობამ და მერე თუნდაც ეს ზაფხულის აქციები რო იყო, იქაც რაღაცნაირი ეს არასამთავრობო სექტორი იყო ძირითადად აქტიური, ხო, ვინც რაღაც ამ აქციებს აორგანიზებდა და ასე შემდეგ და ესეც რაღაცა კონკრეტულ ჯგუფს მიება, რომ აი ესენი არიან აქტივისტები, ვინც აორგანიზებენ აქციებს. დღეს საერთოდ ძალიან მასშტაბურია და ყველაზე მასშტაბური ალბათ რაც პროტესტი ყოფილა ქვეყანაში. ხო და სამოქალაქო საზოგადოების ხო, და ნუ დაბადებად ნათლობთ რეალურად იმ მოვლენას ახლა რაც მიმდინარეობს. მე მაინტერესებს შენთვის როდის გახდა ახსენე, მაგრამ გავიმეორებ, აი სამსახურივით როდიდან გახდა ეს ხო, აი, ხო, ეგ რეალურად მე არ მომწონს რა, ეგრე რო არის, რომ აი ეს პროტესტი რაღაც თითქოს სამსახური და თითქოს ვიღაც ადამიანის მოვალეობაა ეს, რომ ეს რაღაცები გააპროტესტონ. რეალურად ეგ ჩემთვის არ გონია ეგ სწორი რა. მაგალითად ეხლა რო ავიღოთ რომელიმე ქვეყანა ევროპაში, იქ არ არის რომ იქ არის რომ მაგალითად არ ვიცი, ვიღაც ადამიანებს, რა ვიცი, საფრანგეთის მაგალითს რო ავიღოთ, ფერმერებს რაღაც არ ვიცი, გაუძვირეს რაღაცები და გამოვიდნენ ქუჩაში და იმათმა გააპროტესტეს, ხო? ანუ ისინი აქტივისტები არ არიან, რაღაც არ მოეწონათ, გამოვიდნენ და გააპროტესტეს. ჩვენთან ეგ კულტურა არ არის. ძალიან იშვიათად, ანუ რაღაც აი გამონათებასავით არის ხოლმე, თუნდაც ეს ხელფასების რაღაც დაფიცვები მათ შორის რაღაც შუქრუთი იქნება ეს თუ რა ვიცი ჭიათურის და ასე შემდეგ ან რაღაც მე არ ვიცოდი მაგალითად 2019 თუ 2018 წელს იყო ეს რკინიგზის გაფიცვა რომ ხელფასების მომატებას ითხოვდნენ ხო ან ესეთი რაღაცები არის ძალიან იშვიათი რომ რომელიღაც კონკრეტული ჯგუფი ან რაღაც ვიღაც მშრომელები ესე ბჭყალებში რო ავიღოთ ანუ ითხოვენ რაღაცებს რა ანუ ეგ არ ხდება ქვეყანაში თან უცნაურად ხდება ეგ ყველაფერი იმიტომ რომ რასაც ვითხოვთ ყოველთვის რა ძირითადად არის ძალიან ისეთი ანუ განა კონკრეტულ ვიღაცას ვთხოვთ მაგ რაღაცას ანუ რაღაც სულ ფუნდამენტურ რაღაცებს ვთხოვთ რა სულ ან არჩევნებს ვთხოვთ ან ხალხს ან რა პროპორციულ სისტემას ვთხოვთ ან რა ვიცი ანუ რაღაც ისეთი არის რაც პირდაპირ ეხება პოლიტიკას და არ ვითხოვთ მაგალითად არ ვიცი შრომით უფლებებს ან რაღაცა იგეთს ხო ან აი evolution-ის გაფიცვა მაგალითად რომელიც იყო არ ვიცი დაიწყო გაფიცვა, მაგრამ ვერ განვითარდა რა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბარიერი ქონდა. ერთის მხრივ ეს რაღაც ძალიან დიდი კომპანია, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს და მეორეს მხრივ რაღაცნაირი, ну, რაღაც ხოლმე დაიგნორებულიც იყო რა ეს ამბავი რა. მიუხედავად იმის, ანუ შენ რაღაც ეთანხმები ამას არ ეთანხმები, ანუ აშკარად ჩანს, რომ რაღაც განსხვავდება ეს პროტესტები ერთმანეთისგან რაღაცნაირად რა, ანუ და აქტივისტებს ეძახიან მაგალითად იმ ადამიანებს, რომელიც ახლა მაგალითად რუსთაველზე გამოდიან და რაღაცებს ითხოვენ, აი ხალი არჩევნები ამ შემთხვევაში და ეს პატიმრების გათავისუფლება და იმ ადამიანებს, რომლებიც აი რაღაც დაუშვათ შრომითი უფლებებისთვის რაღაცებს იფიცებიან ხო თუნდაც ან მიშვიათ. იმათ აი გაგიგია ოდესმე რომ მაგათ ვინმე აქტივისტი დაუძახა ხო არა ხო? მაგიტო არის რა ეს უცნაური ეს აქტივისტი ხარ არ ხარ არ ვიცი რა. და შენ მიესალმები იმ ფაქტს, რომ რაღაც საკუთარი საქმიდან როცა გამოდის ეგ პროტესტის გზნობა, ხო რაღაცა ვიწრო უფრო ეფექტური არის ალბათ. უფრო ეფექტურია. და შენ ან რაღაც უფრო მეტად შენ გეხება და შენს ყოველდღიურობა ან რეალურად ახლა რაც ხდება ფუნდამენტურია და მაინც ყოველდღიურობას ეხება და რაღაცა მაინც გვეხება ეგ მომენტი არ არის რომ რაღაცა სხვა არის და კონკრეტულად მე ყოველდღიურობაში არ განვისდი რაღაცის დანაკლისს და იმიტომ არ გავდივარ გარეთ. მაგრამ ეგ პრობლემა რომ ეგეთი ფუნდამენტური რაღაც პრობლემის წინაშე ვდგავართ და ეს არ არის რაღაც ჩვენი ვიწრო რაღაც არ ვიცი ალბათ ჩვენი საქმიდან გამომდინარე თუ რაღაც აგეთი და ხდება ისე რომ რაღაც მეორე სამსახურად გვევლინება მე მაგალითად ძალიან გვიან აღმოვაჩინე რომ ძალიან დიდი ენერგია დამაკარგვინა და რაღაცებში ჩემს რეალურ საქმეს მოვწყდი ან ჩემს რეალურ ინტერესებს მოვწყდი. ოღონდ იმიდან მოვწყდი რომ ახლაც მიჭირს დაბრუნება და საკუთარი თავის პოვნა რომ ხო ანუ რა მაინტერესებს რეალურად რა მჭირდება მე ხო პოლიტიკის მეცნიერებას არ ვწავლობ ან მე ხო მომავალი პოლიტიკოსი არ ვარ რომ მე ამ ვილაპარაკო იმაზე რაღაც როგორ უნდა იყოს სახელმწიფო მოწყობა ხო როგორი უნდა იყოს მე სულ სხვა რაღაცა მაინტერესებდა და უცებ ძალიან უცებ ამ რამდენიმე რაღაცა ხნის განმავლობაში ისე მოხდა რომ მოვწყდი მაგ ჩემს საქმეს და უცებ აღმოჩნდა რაღაც სხვაგან მაგრამ არ ვამბობ და არ ვაკნინებ იმას რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი არ არის და
ის უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაც მომენტში მსხვერპლის გაღებასავით არის, რომელი მსხვერპლიც მგონია, რომ ხო, დამაზიანებელია საკუთარი თავისთვის და მე არა მარტო საკუთარი თავისთვის, საზოგადოებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. შენ ეგ მომენტი გააქვს, ანუ ეხლა როცა ვლაპარაკობ, რამდენად ნაცნობი არის შენთვის ეგ სიტუაცია თუ ხო, დამაზიანებელი არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთულია. ოღონდ მან მეორე ფაქტორიც არის ჩემ შემთხვევაში, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში ჩემთვის, რომ იმ საქმეზე კონცენტრირდე, რის გაკეთებაც ანუ რაღაც მჭირდება, ხო? მაგალითად, შუალედური მაქვს დასაწერი, ხო? და უბრალოდ შეუძლებელია, რომ აი მაგაზე ვიფიქრო რა, იმიტომ რომ არის რომ აი მაგალითად ეს 28 ნოემბრის შემდეგ რაღაც ყოველ დღე რაღაც გიჟივით მართლა რაღაც ტელეფონს სკროლავ და გაინტერესებს რა ხდება ახალი და დღეს რა მოხდა, რაღაც გავიდი აქციაზე, რომელზე გავიდე, როდის შემოვიდე, რა წავიღო, რაღაც სად დავდგე რომ რა ვიცი მე თავში რამე არ მომხდეს და ანუ ეგეთ რაღაცებზე ფიქრობ რა და მაგ დროს ძალიან რთულია ერთის მხრივ რომ შენ საქმეს დაუბრუნდე და ეს ყველაფერი რა ვიცი მე გააკეთო ხო? მაგრამ მეორეს მხრივ ხო ეგეც არის რომ ფაქტობრივად არ გრჩება სხვა რაღაცებისთვის რო აი რაც შენ ახსენე და ნუ აი არ ვიცი რა ისეთ მდგომარეობაში ხარ ან ოკეი ან და ისეთი ამბავია რა რომ ამ შემთხვევაში რომ მაგალითად ნახე ანუ ცუდად რო არ გამოვიდეს ეს ყველაფერი უბრალოდ ნახე არიან ქვეყანაში ადამიანები რომლებიც საერთოდ ანუ ინფანტილურები არიან ამ ყველაფრის მიმართ ანუ სტუდენტებზე ვამბობ რა სწავლობენ 24/7-ზე მართლა რაღაც არ ვიცი მე წიგნებში ჩაფულები რაღაც არ ვიცი და ანუ საერთოდ დაიგნორებული აქვს ის გარე რეალობა რაც ხდება და რაღაცნაირად ანუ მე შენ ხარ იმის პოზიციაში რა რომ ვერ ახერხებ მაგ ადამიანებს კონკურენცია გაუწიო ხო იმიტომ რომ შენ სხვა რაღაცებში ხარჯავ შენ ენერგიას რაღაც არ ვიცი თუ 10 დღე უნდა გესწავლო მაგის ნაცვლად 5 დღე სწავლობ აღარ ხარ ისეთი ეფექტური, ისეთი პროდუქტიული ვერ ხარ ფიზიკურად და გიწევს რომ ხო ამ რაღაცნაირად ეს ბალანსი შემოიტანო რა შენ ცხოვრებაში. მაშინ როცა მეორე ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს რა იგამ. კონკრეტული ისტორია შემიძლია გავიხსენო, ეს იყო 28 ნოემბრამდე, ეს გვარამიამ, ნუ დროამ რო ეს მოიფიქრა რა, რომ პიკეტირება მოეხდინათ ამ ვარაზისხევის. მან გამის გათენების შემდეგ, აი ეს დღე არის სპეცრაზმი რო გამოვიდა TSU-დან და დილით დარბევა, ხალხი გამორბის იქიდან და უცებ ვიღაც ადამიანები 8 საათზე თუ 9 საათზე უნივერსიტეტში მიდიან. და როგორი სიტუაცია იცი რომ იქ რაღაც სპეცრაზმი, პოლიცია დგას, აქეთ ხალხი დგას, მათ შორის რაღაც ისეთი მანძილი არის, რაღაც 3-4 მეტრი და ნუ აქედან ხო ყვირილი რომ რაღაც რა ხდება, რა საკეთებ და ხო არ გაგიჟდით, იქიდან რომ რაღაც წესრიგი დაიცავით და შემდეგ და გვერდით ტიპი პროსტა მიდის რა, ანუ აი რა, ვაფშე არ აინტერესებს და როეუბნევ იმას რომ რაღაც TSU-ში ანუ მე ვეხუმრებოდი რა რომ მეთქი ანუ TSU-ში თუ მიდიხარ ანუ ფრთხილად იყავი მეთქი რა იმიტომ რომ სპეცრაზმი იდგა რავი 9 საათი წინ მეთქი და არა მე უეჭველი მივიდეო იმიტომ რომ მე სტიპენდიანტი ვარო რა და მეთქი ანუ აი რაღაც ის არის ანუ გეკონება იქ რო დგავარ ის ვარ რა ანუ რაღაც ტიპი რომელსაც ვაფშე კიდია ეს რაღაც არ ვიცი მე სწავლა ყველაფერი და მარტო აქციაზე დგომა ან რავი უხარია იქ რო დგას რა საბოლოო ჯამში ანუ ეგრე ითარგმნება რომ მე ის ვარ რა ქვია ანუ რაღაც ჩემ ქულებს უნდა მივხედო ახლა იმიტომ რომ რაღაც მე რაღაც დასწრების ქულა დამაკლდება უნივერსიტეტში და შენ იქ რო დგახარ ეგ არ ვიცი რა რაღაც ისე რა თითქოს რაღაც ზემოდანაც გიყურებს რომ სწავლას მიხედე რა რეებს აკეთებ და ეგეთი რაღაცები და ხო ძალიან რთულია რა არ ვიცი როგორ უნდა იმასქნა მაგ რაღაცაში ან როგორ უნდა დააბალანსო ან როგორ უნდა შეძლო რომ დრო გამონახო მაგისთვის მე დღემდე მიჭირს ეგ მით უმეტეს თუ აი მართლა აქტიურად ხარ რა ჩართული და აქტიურად რა ვიცი ყოველ დღე თუ არა ხშირად მაინც გადიხარ აქციაზე ცა შესვენება მეგობრებო ეს ძალიან ტრამატული იყო. მინუს პრობლემები ამოაკივტივეთ ახლა ჩვენ და მინო ვიხარო. ხო, მინო ვიხარო ვაიმე შუალედური აქვს დასაწერი და რეებს აკეთებს პოდკასტს იღებს. მე აი ამ მთელი ხნის განმავლობაში ვცდილობდი რომ იგნორის პოლიტიკას ვატარებდი რომ კი არაფერი მაგრამ რეალურად ახლა გამწვავდა ეგ მომენტი მაშინ როდესაც შენ და ჩემი მეგობარი ან ჩემი მეგობრები რომ დაგიჭირეს რა გაგიტაცეს და მე რომ უნდა
მემუშავა შუალედურზე თან იმაზე უნდა მეფიქრე ხო რომელ საათზე ჩავანიშნავი ამ წაწა მართლაც რა იქ ვიყო და ანუ ძალიან რთულია ეგ ანუ არ ვიცი როგორ უნდა ანუ ხო, ანუ ფსიქოლოგიურად არის ძალიან რთული ამბავი ეგ რა, იმიტომ რომ ყველანაირად ხელი გეშლება ყველაფერში. თუმცა ეგ აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც აქციაზე დგომა, ანუ პირიქით რა, აუცილებელი არის, იმიტომ რომ მე მაგ დროს შემოდის მე არ ვიცი ჩემ შემთხვევაში, რომ ანუ აბარისთვის ვისწავლი თუ ანუ რაღაც, არ ვიცი, თუ არ დაფასდა ხო ეს რაღაც შენი შრომა მაგალითად, ან რა ვიცი მე, თუ ვიღაც ტიპმა მე უბრალოდ გადაწყვიტა, რომ რაღაც შენ კი არ აიღებ სტიპენდიას, იმიტომ რომ რაღაც მაღალი ქულები გაქვს, არამედ ეს აიღებს, იმიტომ რომ ეს ჩემი ბიძაშვილია და ანუ ეგ ანუ მაგამდე რო დადის მე ყველაფერი და ეგ რეალობა რო ანუ ძალიან ისეთი არა, ანუ დღეს თუ არა შეიძლება რა ხვალზე მასეთ იმაში გაიღვიძო რა რეალობაში და მე მაგაზეც ვფიქრობ, არც ეგ არ გინახო და თან კიდე დიდი პრობლემა რაც არის, რომ ყველა ეს რაღაცა როცა ანუ ეს წუხილი რა, ანუ თითქოს რაღაცნაირი დაგროვება ხდება რა ამ რაღაც პრობლემების და მე უცებ ვიღაც გამოდის ხალხი და უი თურმე რა ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობთ რა, აი როცა შეგიძლია რომ რა ვიცი მე ანუ მანამდე ანუ წეგან რასაც ვამობდით რომ ეს კონკრეტულმა ადამიანებმა კონკრეტული რაღაცები გააპროტესტონ ხო? ან არ ვიცი მე რაღაცა არ ვიცი ანუ თუნდაც რამენაირად ერთმანეთს დაუკავშირდნენ ხო და საკუთარი უფლებებისთვის თუ იბრძოლონ თუ არ ვიცი რამე გააკეთონ რა რაც იქნება მე საბოლოო ჯამში არ მიიყვანს ყველაფერს იქამდე სადაც მიდის ხო ანუ დაინახე რომ აი მაგალითად სასამართლოში პრობლემაა ოკეი ანუ აი წავედით და ჩვენ ამას ახლა ვაპროტესტებთ არ მნიშვნელობა არ აქვს შენ აქტივისტი ხარ ვინ ხარ ანუ ყველას გეხებათ ეს და ყველა გავდივართ და ეს პრობლემა გვარდება და ამის ნაცვლად არის რომ აი ნუ არაუშავს რა ანუ რა მოხდა მე სულ ესე იყო და არაუშავს მე უცებ ანუ მე არის ხო ანუ მე არის ვაიმე ანუ არჩევნები გამიყალბეს ანუ და ვაიმე რა საშინელ იმაში ცხოვრობ და თან ნიჰილიზმს იწვევს რაც ყველაზე ცუდია რა რომ აი ეგ რა გავქნათ ახლა ანუ ეგ სიტუაცია რა ხო ძალიან ძლიერები არის დღესაც აქვს ვიღაცა ან დღესაც ვიღაცებს რა მეც მქონია ეგ მომენტი რომ რა ვიცი ან მიუხედავად იმისა რომ დავდივარ აქციებს და რაღაც ანუ უცებ არის ეგ მომენტი რომ ვაიმე ანუ გონი არაფერი გამოდის ანუ რაღაცმა და არ ტეხავს რა ამის თქმა რომ ანუ გააქვს რა ადამიანს ან რომ ფიქრობ ამაზე რომ შეიძლება არ გამოვიდეს ყველაფერი ანუ გააქვს დღეები როცა არ ვიცი მე ვერ ხარ რა კარგ ხასიათზე და თუ ერთ დღეს რაღაც პოზიტიურად ხარ განწყობილი და ფიქრობ რომ აი რაღაც ყველაფერი კარგად იქნება მეორე დღეს ფიქრობ რომ რაღაც არ ვიცი ან თუნდაც ის პატიმრები დარჩებიან ციხეში და ვერაფერს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით და აი რამდენი აი წარმოიდგინოს რა რამდენად ფსიქოლოგიურად რამდენად რთულია ადამიანისთვის არ ვიცი რა ისე ამ ბოლო დროს ამ ყველაფერი კარგად არის და პოზიტივს მაინც ერთმანეთს ვუქმნით ხოლმე ჩემი აზრით როცა ვხვდებით რომ აქციაზე ბევრნი ვართ ასე ეგ არის ხოლმე რაღაც იმედის მომცემი და არა ის რომ რაღაცა ეგრეთ წოდებულ მთავრობაში ვიღაცა თვალები ანუ გამოიხედა და დაგვინახა და გაიგონა ჩვენი ხმა. შენ დაგიჭირეს როგორც უკვე ვთქვით. არა, გაგიტაცეს. Yes. მაგრამ სანამ ახლა გაგიტაცება. ეს იყო გატაცება კი. მაგრამ სანამ ახლა გაგიტაცებდნენ, მანამდეც მოხვდი ხო, როგორც ვიცი იზოლატორში. რო გაიხსენა მაშინ როგორ მოხდა ეგ ამბავი, ახლა რა მოხდა, რა განსხვავებები იყო შენთვის იმასა და ამას შორის და იქიდან როგორ ჩანს ყველაფერი და პირველი იყო მაისში ეს რუსული კანონის დროს მაშინ იყო ესეთი სიტუაცია რომ იმ შემთხვევაში ესეთი რაღაც მოხდა რომ გმირთა მოედანზე ვიყავით დაახლოებით 200 ადამიანი ალბათ თუ არ ვცდებით და ერთ-ერთმა მანქანამ მერე გადაკეტა გზა ის გამოც პოლიციას იქ მოსვლა მოუწია ჩვენ შესაბამისად ანუ მოგვიწა რომ იქ მივსულიყავით გადაგვეკეტა ქუჩა იმიტომ რომ ადამიანს დახმარება სჭირდებოდა რა ან ჯარიმას დაუწერდნენ ან რაღაც ეგეთი და ну რაღაც დაიძაბა სიტუაცია და უცებ რაღაც პოლიცია გვეუბნება რომ გადაიწეთ და პირდაპირ იწყებს ადამიანებს დაჭერას და ჩემი მეგობარი დაიჭერეს და მე მივედი პოლიციასთან რომ მეთქი ანუ რა ხდება რა დაიჭერეს და რაღაც გამაყოლეს რა ხელს მეც და
მან სასაცილო ის იყო, რომ როცა ჩავსხედით ამ მინივენში რაღაც დასაჭერი მანქანები რაც ყავთ, მან მე რაციაში ეუბნებოდა რომელიღაც პოლიციელი, რომ რაც 1-2-ს დაიჭირეთ და გვეყოფაო რა, ანუ რაღაც ის კი არ იყო ეს, რომ ანუ მართლა რამე პრევენციული, უბრალოდ ანუ ბრძანებასავით იყო, რომ ვიჭერთ რავი 7 ადამიანს და როში ავსეს 7 ადამიანი მორჩა მე და წავიდნენ. ხო და პირველად იყო რომ ეგ რაღაცა ვარკეთილის რაღაც პოლიციის განყოფილებაში მოხვდი, რაღაც დიდი შუშებიანი შენობა რო აქვს. მან არ ვიცი, ანუ ესე ძალიან ისეთი, ანუ ორივე სტანდარტული ამბავი იყო, ოღონდ ერთ შემთხვევაში ეს იყო საპატრულო პოლიცია, მეორე შემთხვევაში იყო ეს კრიმინალური კრიმპოლი. კრიმპოლის შემთხვევაში ცუდი ის იყო, რომ რა ქვია გაგვიტაცეს რა, ანუ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ არ ვიცოდით ვის მივყავდით, სად მივყავდით და ეს, მაგრამ ამანქანით საერთოდ და რა ხდებოდა. მან ყველა თუ რამე იყო რაღაც, არ ვიცი მე, კატასტროფული და საგანგაშო მაგ სიტუაციაში იყო და არა ის რომ ჩვენ რაღაც პოლიციაში მე დაკითხვაზე მივედით ან იქ რაღაც სტანდარტული პროცედურები გავიარეთ და ვიცოდით რომ ეხლა იქიდან არავინ არ გამოგუშვებდა ხელწერილით, რა თქმა უნდა, რაღაც ყველა შემთხვევაში რაღაც სტანდარტულად რაღაცა მუხტს მოგიყენებენ, ანუ ეგ მაგის ის არ უდგათ რა, რა ვიცი მე. უკან არიხევენ. ხო, არც უკან არიხევენ და კანონმდებლობაც აძლევთ რა შესაძლებლობას, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო დაგაკავებენ რაღაც პრევენციული, ეხლა ახალი კანონის მიხედვით, რომ რაღაც მოვახდინე პრევენცია და ეს ადამიანი აპირებდა რაღაც დანაშაულო ჩადენას და რა ვიცი, მინდა ამტკიცე მე რომ არ ვაპირებდი არაფერს. შიგნიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი, არ ვიცი, ანუ ბევრად ანუ ადამიანებისთვის ალბათ უფრო მეტად საშიში არის, როცა გიჭერენ, არ ვიცი, ანუ ჩემ შემთხვევაში, ვიდრე ანუ კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში, ანუ იცი რას ვამბობ, ანუ იქ როცა ხარ, შენ როცა უყურებ იმ სიტუაციას, რაც ხდება, იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც გარეთ ადამიანებს ეს ყველაფერი აშინებთ. ეს ხადია იმითაც არის გამოწვეული, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში რაღაც ადგილი ქონა რაღაც გატაცებული ადამიანების ან დაჭერილების ცემას ფსიქოლოგიურ რაღაც არ ვიცი მე ტერორს და ამავდროულად და ამავდროულად და საფუძვლიანი ეჭვი გაქვს რომ შეიძლება შენ მეგობარსაც იგივე დაემართოს. თუმცა მეორეს მხრივ ისიც არის რომ არ ვიცი რა, აი რაღაც როგორ გითხრა, აი რაღაც მომენტში გამართლებაც არის ეგ რომ შეხვდება პოლიციელი რომელსაც ეზარება ამის გაკეთება თუ შეხვდება პოლიციელი რომელიც აი რაღაც მართლა ხო რომ აი მართლა რომ სულხარ რა, ანუ ეგ ტიპი შეხვდება თუ ისეთ შეხვდება რომელიც უბრალოდ მართლა რაღაც წალებში მოვალეობას ასრულებს და თვითონაც ეზარება ეგ ყველაფერი და თუმცა ფოქუსს შეგიშვებს და გაგიშვებს და ხო ანუ ჯარიმას გადაგიხდიან და მაგ დროს ის ხარ რა გათანაბრებული ხართ, იმიტომ რომ შენ ციცი რომ ანუ რაღაც ტყუილად გიწერს იმ ადმინისტრაციულ ჯარიმას და ხო და იმანაც იცის რომ ხო ანუ რაღაც ხო რა დაგიწერენ ჯარიმას და რაღაც არ ვიჩხუბოთ ეხლა და წადი შენ საქმეზე და რაღაც ორი დღე რა არის იზოლატორში გაატარე გამოხვალ ჯარიმით და დავიშალოთ მერე და რაღაც და სასამართლო პროცესს რაც შეეხება მე მაგალითად ბოლოს რასაც დავესწარი ეგეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა რომ თუ საკუთარ თავს საკმარისად კარგად დაიცავ მათ არ აქვთ ესეთი მყარი რაღაცა ბერკეტები რომ მაქსიმალური სასჯელი არ ვიცი. ალბათ ხო, ალბათ მინიმალურს რო უეჭველი გაძლევენ ეგ ხო, ამ გამართლებით არავინ არ გაგართლებს, ხო. არავინ არ მართლდება. ვერ გაიგებ მაგას ალბათ, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ალბათ არის, ანუ რაღაც არ ვიცი, იმისავით რა, ბრძანებასავით რომ ანუ რა ვიცი, მაგალითად 2 დეკემბერს დაჭერილებს ჩვენ რაღაც ციხეში უშვებთ და შეიძლება იყოს ჯარიმა რომ შეიძლება იყოს რაღაც ბრძანება რომ 3 დეკემბერს დაჭერილებს ჯარიმებს უწევთ. ანუ მართლა არ გამოვრიცხავ რომ ეგრე იყოს. ნუ რეალურად ეს იმას ნიშნავს რომ სისტემა არის, ანუ სისტემა არის შექმნილი, სადაც ნებისმიერი ერთი მოსამართლე თუ პროკურორი თუ ასე შემდეგ არის უბრალოდ ჭანჭიკი და იმას ასრულებს, როდესაც ეს სისტემა უბრძანს რომ ანუ დავალებაც არის. მან დავიტყოდი რომ მოსამართლე კი არ არის ჭანჭიკი, მოსამართლე არის პირიქით სისტემა, ანუ ამ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ის რაღაც არ ვიცი მე ძალაუფლება დგას ამ მოსამართლეებზე საბოლოო ჯამში და რაღაც მხრივ მაგრამ მათ ხომ არ აქვს რაღაცა ეს ნუ აი რას გულისხმობ რომ მოინდომოს მაგალითად აი კლანის რაღაც სასამართლო შეიძლება ბევრად უფრო საშიში იყოს, ან ბევრად უფრო მეტი ძალაუფლება ქონდეს. არა, მე ჩემს კი. პირად ნება გააჩნიათ თუ რაც არის ეგ
ანუ სისტემისგან დამოუკიდებლად არსებობენ, ეგენი მე არ მგონია დამოუკიდებლად. არა, მაგას არ გულისხმობ, სისტემისგან დამოუკიდებლად არ, მაგრამ ან ნახე როგორ რაღაცა, ანუ მე მგონია რომ მოსამართლეებს აქვთ იმდენი ძალაუფლება, რომ ანუ იმ ადამიანებზე ზემოთაც დადგნენ, რომლებიც მათ შორის ახლა ბრძანებებს აძლევენ ამ ხალხს რა. იმიტომ რომ მე როცა ვასრულებ მაგალითად ვიღაცის დავალებას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის ჩემთან ვალშია. და არ ვიცი, მე მისთანაც რომ რაღაცას აკეთებს. კორუფციის ყველაზე ისეთი ანუ ყველა ჩვენ ამის მაგალითიც ხო ერთ-ერთი მოსამართლე დამოუწდა გვარი არ ვიცი კი როგორ თეთრი წყაროს მოსამართლე იყო ხო არ მიიღო ის გადაწყვეტილება რომელსაც ალბათ ხო მივხვდით ამ რომელსაც სისტემა მიიღებდა. ხო, და ნუ ეგ ისეთია. ნახე მაგის გადაწყვეტილებამ საბოლოო ჯამში ისეთი გავლენა ვერ მოახდინა ვერაფერზე რა. და ეგ იცი რა გულისხმობს საბოლოო ჯამში, ანუ ამ მოსამართლეების ძალაუფლებაზე რომ ამბობ, რომ ანუ კორუფციის ესეთი, ანუ კორუფცია იმიტომ არის ზოგადად ეფექტური რა, რომ თუ შენ ვიღაცამ მოგისყიდა, როგორც შენ ხარ მაგალითად ამ დანაშაულის მონაწილე, ისევე ისიც არის მონაწილე, ვინც მოგისყიდა. შესაბამისად მანდ მერე უკვე მარტივია მათ შორის იმანიპულირო იმ ადამიანებით, ვინც შენ ახლა ბრძანებებს გაძლევენ. და სასამართლო შემთხვევაში მაგიტო არის საშიში, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ მათ შორის ქართული ოცნების წევრების წინააღმდეგ დაიწყონ სამართალწარმოება. ანუ იმდენად გამჯდარია ეს კლანი, ხო, ანუ სასამართლოში, რომ ეგ შეუძლიათ. და ანუ მაგიტო ვიძახი რომ ანუ ეს ჭანჭიკები, ანუ არ არის რა, კარგი იქნებოდა რომ მარტო ჭანჭიკები იყვნენ, მაგრამ ხო მგონი რომ ცოტა უფრო მეტი ძალაუფლება აქვს ვიდრე ჭანჭიკობა არის. მე დაგისვამ გინდა კითხვას? შენ გითხარი, მაგრამ მართლა ანუ შენ მოყევი რა, ანუ როგორ ხედავ, ანუ შენ როგორ ხარ ზოგადად განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ? ან რაღაც პოზიტიურად, ნეგატიურად რაღაც აი ესეთი შუალედური პოზიცია გაქვს. ამ მოვლენების მიმართ? ზოგადად ხო რაც ხდება, ან მომავლის მიმართ რამდენად ის ხარ რა, რომ აი რაღაც რამე ის თუ გაქვს მაგალითად გონებაში, რომ აი ამ ყველაფრის მე რაღაც არ ვიცი 5 თვე რო გავა, მე ყველაფერი კარგად იქნება. ან რამე ეგეთი აი გეგმასავით თუ გაქვს რა, რომ თუ აი შენც უბრალოდ რაღაც დინებას მიყვები, რომ რა ვიცი რა, ნახოთ როგორ იქნება და რაღაც ვცდილობ რა, ანუ რაღაც სტაბილურად გავაპროტესტებ იქამდე სანამ საჭირო იქნება და აღონ არ ვიცი ეს საჭირო სადამდე იქნება. თუ რაღაც იცი რომ აი ეს რამე ის არის რა, არ ვიცი მე ან თვითონ შენ რამდენად ან შეძლებ რა, ანუ სადამდე შეძლებ, რომ აი რაღაც ერთი თვე რო გავა, ოკეი, კაი, მე ვეღარ შევძლებ ფიზიკურად და ჩემს საქმეებს უნდა მივხედო, ანუ რავი მაგაზეც თუ ფიქრობ, ან რამე ეგეთი რა. ხო, მე ეგრე ვარ რა, სადამ შევძლებ, მანდ უნდა ვიდგე. თუ ვერ ვიდგე, დაჩოქილი ვიდგე რაღაც. თუ ერიული უნდა იხოხო და რაღაცა და რომელიღაც ფრაზა არის, ეგრე უყურებ და ეგ არ არის მაინც და მაინც სახარბიელო. ხო, ჩემთვის, მაგრამ მგონია რომ მაგას მოითხოვს პროცესები ჩვენგან. ესე გაჩერება ახლა არ შეიძლება. როგორ ხედავ, აი მაგ ნაწილს ვერ ხედავ როგორ და რანაირად, მაგრამ ვიცი რომ ეგ როგორ და რანაირად როგორც კი ჩაივლის ეს რაც ვიბრძანეთ ახლა მართლა ამ სამოქალაქო საზოგადოების დაბადება, მე მგონია რომ ეს საზოგადოება თორე კარგ ცვლილებებს მოიტანს. აცვლილებებს რა განვითარებისთვის საჭირო ქმედებებს განახორციელებთ ერთად. შენ როგორ ხედავ იგივე კითხვას შემოგიყვანეთ? მე ძალიან მეშინია სხვათა შორის იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რა, ანუ დიდი ალბათობით და მეც მაგის ვჯერა, რომ ყველაფერი პოზიტიურად დამთავრდება, ანუ ყველაფერში გულისხმობ რა ეს ან რაღაც არჩევნები იქნება, ან რაღაცნაირად ჩამოიშლება ქართული ოცნება და მოგვიწევს რომ რაღაც არჩევნები ჩავატაროთ და შესაბამისად მე გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც ახლა ციხეში არიან, მაინც ძალიან დიდი შიში მაქვს იმის, რომ ამით ყველაფერი მორჩება და უბრალოდ რაღაც ანუ ეს ადამიანები სახლებში შევლენ და მორჩა რა, აღარაფერს აღარ გააპროტესტებენ. იმედი მაქვს რომ ეგრე არ იქნება და რა ვიცი. მე მაგის შიში არ მაქვს, მე პირიქით აი როგორ მოხდება ეს შიში მაქვს და მე რომ უკეთესად იქნება ყველაფერი, ეგ რაღაც მაგის იმედი უფრო მაქვს რა. ხო, მე ცოტა ისე უყურებ, რომ როგორც კი ანუ რაღაც
არ ვიცი, ეგეთი საზოგადოება არის რა, მე მგონია რომ როგორც დაკმაყოფილდება რაღაც დონეზე, მე ეგრევე ჩერდება, რომ აი მორჩა. შენ გონია რა არ დაბადებულა სამოქალაქო საზოგადოება? ანუ არ ვიცი ახლა, იცი რა, ძალიან რთულია მაგის თქმა რა. ახლა მაგალითად, მაგ შემთხვევაში მაშინ თუ ეგ არ ვიცი, ანუ უნდა დავინახოთ რა იქნება საბოლოო ჯამში, მაგრამ მეშინია მაგის, რომ ეგ შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ხო, თუ საზოგადოება ზოგადად ანუ ამდენ რაღაცას ითმენს და რაღაც არ გამოთქვამს პროტესტს აი რაღაცა ელემენტარულ რაღაცებზე, რომელიც ანუ მართლა გასაპროტესტებელია და აგროვებს ამ პროტესტს იმისთვის, რომ მე დიდი რაღაც ხო ანუ რაღაც ერთი მასშტაბური რაღაც გააპროტესტოს იმით, რომ ახლა არჩევნები მინდა ახალი და თუ ანუ ესეთ მდგომარეობაში არის სულ, მაშინ როგორც კი ამ ახალ არჩევნებს მიიღებს, რაღაც შეიძლება ეს ხელისუფლება იქნებიან რაღაც, არ ვიცი, პარტიები, რომლებიც მას ბარიერი გადალახეს და მე რავი, უბრალოდ დაიკიდებს და რაღაცები მოხდება რა. იმიტომ რომ მათ შორის შეიძლება იმან მოქმედებს მაგაზე, რომ დაიღალა და რა ვიცი, აღარ უნდა რა ეს მეტი აქციები და ხო მიაღწია მიზანიც ქონდა და მორჩა ახლა და დამასვენეთ ჩემი საქმე გამაკეთებინეთ, ანუ ეგეც შეიძლება იყოს. ამიტომ ხო, ანუ საშიში არის და მაგის მეშინია და იმედია არ იქნება მას. საინტერესო იყო შენთან საუბარი. მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. შეგვიძლია ველაპარაკოთ სხვა სხვა თემებზე და დიდი სიამოვნებით. ძალიან საინტერესო იქნება. მადლობა რატენ. მადლობა რატენ. ძალიან კარგია რა გინდა, არა უშავს არინები. Okay. Rocket Trends podcast. Real Paracos. ეს არის 3-5-6-7-8. რაუნდში არ მაინტერესებს სწავლის ნაწილზე რომ გადავდივარ ნერვებში, ამიტომ ეგ ანუ გინა მე კიდე მევქნა და მე ანუ გაიმეორე ანუ არა მე ვარ ნინო კვარაცხელია არა შეხედავე წარი შეხედავი თვალი გამოაბარა მე ვარ ნინო კვარაცხელი გავუყედა რა ხდება სტუმარი ყარ წავიდა ნინო ლაპარაკობს მაგრამ გადავახედეს ეტაპი ეს უნდა მოიჭრას ხო მოიჭრება მეორე შემთხვევაში იყო ეს კრიმინალური კრიმპოლი კრიმპოლის შემთხვევაში ცუდი ის